გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ტურიზმია დღევანდელი წერტილის ფოკუსში, კერძოდ რა მდგომარეობაა სასტუმროების სექტორში, რამდენად მზარდია კონკურენცია რეგიონში და როგორ უნდა უპასუხოს ინდუსტრიამ ახალ გამოწვევებს ბიზნესში ეფექტიანობის და მომგებიანობის გასაზრდელად. სასტუმრო ბიზნესში არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ვიმსჯელებთ დღეს სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია კაჯგუფის დამფუძნებელთან ირაკლი ჭიღლაძესთან ერთად. სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კაჯგუფი საქართველოსა და უკვე სომხეთში სასტუმროების მართვის სფეროში ერთ-ერთი აქტიური მოთამაშეა. მენეჯმენტ კომპანია საქართველოში 6 სასტუმროს მართავს, მათ შორისაა კურორტი საირმე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში კი 3 სასტუმროს. ბოლო პერიოდში ჰოტელიერებისგან ხშირად გვესმის, რომ სომხეთის ტურიზმში დღეს ის ტენდენციებია, რაც საქართველოში წლების წინ ჰქონდა. საინტერესოა, სად უფრო გამარტივებულია სასტუმროს მართვა და ვიზიტორების და სტუმრების მოზიდვა დღეს თბილისში თუ ერევანში და რატომ? კაჯგუფი ბაზარზე 2018 წლიდანაა და დღემდე კომპანიას 27 სასტუმროს გახსნის, მართვის ან კონსალტინგ სერვისებით თანამშრომლობის პრაქტიკა აქვს. ის მომსახურებას უზრუნველყოფს შემოსავლების მართვის მიმართულებით სასტუმრო ინდუსტრიაში, რაც მოიცავს გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას და აღსრულებას. საქართველოში სასტუმროების ფასები ჭარბი მიწოდების გამო 2019 წლის ნიშნულზეა. ასეთია საინვესტიციო ბანკ გალტენ თაგარტის უახლესი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რომელიც ბოლო კვირებში საკმაოდ ხშირად გავიმეორე. ანალიტიკოსებმა ამ კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ გარდა ჭარბი მიწოდებისა, კიდევ ორი მიზეზი, რატომაც ვერ გაზარდეს საქართველოს სასტუმროებმა ფასები, არის მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობა თბილისში, მათ შორის ევროკავშირიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და აზიელი ტურისტების, განსაკუთრებით ჩინეთიდან და ინდოეთიდან დაბალი ფასების მოთხოვნამ. შედეგად მთავარი მიზეზი, რატომაც სასტუმროებს ნაკლებად შეეხოთ შემოსავლების ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელთან შედარებით, ასევე გალტის კვლევის თანახმად შარშან განთავსების საშუალებებზე დახარჯული თანხა არის გაორმაგებული, მდგომარეობს სწორედ ტურისტების პროფილის ცვლილებაში, ასკვნიან გალტენ თაგარტის ანალიტიკოსები. მოკლედ, ეს კვლევა ადასტურებს იმას, რასაც არაერთი სასტუმროს მმართველი ბოლო წლებში ამბობს, რომ ბაზარზე არსებული გამოწვევები არის სისტემური და არა ერთი ან ორი სასტუმროს ან მენეჯერის პრობლემა, როგორც ამას პერიოდულად მაია ომიაძე და მარიამ ქვევიშვილი ირწმუნებოდნენ. სამწუხაროდ გალტენ თაგარტის კვლევის მიგნებებზე მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მქონია ჯერჯერობით. ქვეყანაში შემცირებულია მედიისთვის ღია ღონისძიებები და არც მთავრობის სხდომები იმართება ყოველკვირეულად, როგორც ადრე იყო, რომ იქ მაინც შევეცადო კითხვების დასმას, რადგან BMG-ში მოსვლის უფლება მათ არ აქვთ. ამიტომ ვასწრაფობთ მათ, ვინც თავისუფალია და ღიად გვიყვებიან, როგორ არიან, რა გამოწვევები აქვთ, რა საინვესტიციო გეგმები აქვთ და ზოგადად როგორ ხედავენ სისტემური პრობლემების მოგვარების მდგრად გზას ტურიზმის სექტორში. სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია კაჯგუფის დამფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მიხარია რომ ხართ ჩემი სტუმარი. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. რადგან როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც მართავთ სასტუმროებს, მოდი ფართო სურათში შევაფასოთ, როგორია დღეს სასტუმროების მდგომარეობა, როგორია ძირითადი ტენდენცია, სტაბილურად კარგად ხართ, მძიმედ თუ სტაბილური რყევებით? მოკლევადიანი და გრძელვადიანი წარსული რო გავაანალიზოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ყველაზე ცხელი სეზონია, დღევანდელი რეალობით კარგი დატვირთულობები გვაქვს, შესაბამისად, კარგად მიდის ბიზნესი, ყველა რეგიონს ეხება ეს. თუ ავიღებთ ეგრეთ წოდებული year to dates, ანუ 1 იანვრიდან დღემდე რა მდგომარეობა გვაქვს, აქ ჯერჯერობით არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეგრეთ წოდებული დაბალი სეზონი ვერ გავატარეთ იმ რიცხვებით, რაც დაბიუჯეტებული იყო. არა მხოლოდ დაბიუჯეტებული, ბევრ სასტუმროში წინა წელის მონაცემებსაც კი ჩამორჩით. შესაბამისად, ახლა მაღალ სეზონზე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წინა თვეების ჩამორჩენა როგორმე დავაბალანსოთ. ეს ეხება იმ სასტუმროებს, რომელსაც მართავთ თბილისში, გუდაურში, ბაკურიანში, კურორტი საირმე. კურორტი საირმე ცოტა სხვა სპეციფიკა არის, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ სულ ერთი სასტუმრო 154 ნომრიანი და მოთხოვნა ბევრად უფრო დიდია ამ კურორტზე, აქ დატვირთულობის პრობლემა ნაკლებად არსებობს. აქ უფრო ვისურვებდი, რომ მეტი ოთახფონდი იყოს და პირიქით მეტად შევეცადოთ, რომ უმასპინძლოთ სტუმრებს. მით უმეტეს თუ შევძლებთ, რომ სხვადასხვა საფასო პოლიტიკის სასტუმროები გქონდეს, უფრო დაგვეხმარებოდა სწორად ოპერირებაში. კი ბატონო. საქართველოს სასტუმრო სექტორის მდგომარეობაზე და გამოწვევებზე უფრო დეტალურადაც მინდა ვისაუბროთ, მაგრამ რადგან ბევრი მენეჯმენტ კომპანია
და მისი წარმომადგენელი არ მყოლია, ვინც საქართველოს ფარგლებს არის გარეთ არის გასული, ამიტომ სომხეთზე მინდა კითხოთ, ერევანში 3 სასტუმროს მმართველია უკვე კაჯგუფი, როგორც დავითვალე, 700-მდე ნომერია ჯამში თქვენს, ასე ვთქვათ, გამგებლობაში. რატომ წახვედით სომხეთში და თქვენი დაკვირვებით სად უფრო მარტივია დღეს სასტუმროების მართვა და შესაბამისად ვიზიტორების მოზიდვა ერევანში თუ? ერევანში გვაქვს 3 სასტუმრო, ანი ცენტრალი, ანი გრანდი, ანი პლაზა, როგორც აღნიშნეთ, ჯამში გვაქვს 700-მდე ნომერი და ბიუჯეტების მიხედვით კარგად არის დივერსიფიცირებული. რატომ წავედით? ამის მიზეზი ჩვენ შემთხვევაში ძალიან მარტივი იყო. თბილისში რა სასტუმროებიც გვაქვს, ასტორია და ფაინასტორია. ამ სასტუმროს ძირითადი პაკეტის მფლობელი ვინც არის, იგივე მფლობელია სომხეთში და შესაბამისად შემოგთავაზეს, რომ აგვიღო ის სასტუმროებიც და ჩვენს დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით შევერთით ამ საქმეს. შევერთით 2025 წლის 1 იანვრიდან შესაბამისად 7-თვიანი გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა, რის საფუძველზე შემიძლია გაგიზიაროთ რამოდენიმე საინტერესო რიცხვები. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ თბილისთან შედარებით ერევანი დღეს მეტად დატვირთულია, კრიტიკულად განსხვავდება რიცხვები, თუ მაგალითად იგივე გალფენტაგარტის კვლევას ავიღებთ, თბილისში თუ 50-54%-მდე არის წლიური დატვირთულობა, ერევნის სასტუმროები აუცილებლად ცდება 64%-იან დატვირთულობას. თუ კიდევ უფრო უკეთ იმუშავებს და კარგი მენეჯმენტ კომპანია იქნება, 70-72%-ის ირგვლივ ტრიალებს. ამის გამომწვევი მიზეზი რამოდენიმეა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი რაც შემიძლია გაგიზიაროთ არის მოთხოვნა მიწოდების ეგრეთ წოდებული შკალები. ხოლო დღეს აი უბრალოდ booking.com-ზე რო შევიდეთ და ამოვძებნოთ 4 ვარსკვლავიანი და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები თბილისში, ნახათ რომ დარეგისტრირებული არის 750-ზე მეტი სასტუმრო, ერევანში ჯერჯერობით 253. ანუ ერევანი იმ წერტილზე ახლა რაც 2017-18-19 წლებში გადიოდა თბილისში. ან მოთხოვნა დიდი იყო, შესაბამისად მიყვებოდა მიწოდება და ეხა როგორ განვითარდება უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში, თუ იქაც არ იქნება დიდი მიწოდება შემდეგ და არ წავა ეგრეთ წოდებული ქაოსურად მშენებლობა ამ სასტუმროების, მაშინ შეძლებს რომ ბიზნესმა განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. სხვა შემთხვევაში გაიზიარებს იგივეს, რაც ამ ეტაპზე თბილისს აქვს განსაკუთრებით დიდი დოზით, იმიტომ რომ მიწოდება ძალიან დიდი გვაქვს ახლა. ერევანში 9 საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა, თბილისში 40-ზე მეტია უკვე. შესაბამისად, კონკურენცია რომ მივხვდეთ სატრიალებს, დიდი სხვაობა არის, ამიტომ მეტად უფრო მარტივი არის. ბიუჯეტებიც მაგის მიხედვით ხდება დაგენერირება, თუ მაგალითად საქართველოს შემთხვევაში 2019 წლიდან დაწყებული რაღაცას დავაბიუჯეტებთ მომდევნო წელზე და მე წლის ჭრილში გვიწევს გადაბიუჯეტება, იმიტომ რომ არსებული რეალობა ვერ მიყვება და შესაბამისად გვიწევს რომ ფლობელთან კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს არც ისე იოლი პროცესი და გადავაბიუჯეტოთ. რაც ჯერჯერობით ერევანს არ ჭირდება, არა მხოლოდ ერევანს. დილიჟანი არის კიდევ ერთი ლოკაცია, რომელიც კარგად ვითარდება, დაახლოებით ისეთივე ლოკაცია, როგორც ჩვენთან ყაზბეგი და დიდ ტურისტულ კომპანიებს ერთი ღამის გათევით თითქმის ყველას აქვს ჩასმული თავის პაკეტში და რეგიონულადაც ცდილობენ რომ განვითარდება. მხოლოდ ერევნით რომ შემოიფარა. ანუ ჭარბი მიწოდება, რაც არის, თქვათ, ქართული სასტუმროებისთვის და მენეჯერებისთვის დღეს გამოწვევა. უდიდესი. ეს გამოწვევა დღეს არ დგას ერევნის წინაშე. ერევნის წინაშე რა გამოწვევაც არის ის რომ რუსი ტურისტების მოცულობა ნელ-ნელა იკლებს. ხო, ამაზე მინდოდა ბარემ აქვე ვიკითხა თუ არის განსხვავება ან რა საერთოა ტურისტების გეოგრაფიას შორის. ჩვენ ხშირად ვამბობთ და გალტის კვლევამაც აჩვენა, რომ ტურისტების პროფილი და გეოგრაფია არის შეცვლილი ევროპიდან, ცოტა გადავიხარეთ აზიისკენ, აღმოსავლეთისკენ, იქ რა ხდება? დიდი დოზით გავს ერთმანეთს, ანუ გავს გულისხმობ იმას, რომ ირანი იქაც წამყვანი არის, ინდოეთი იქაც წამყვანი არის, ჩინეთი იქაც წამყვანია, თუმცა იქ ასევე არის აი ტოპ 5-ში ოფიციალურად რომ ნახოთ სომხეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ნახავთ რომ ასევე ხდება იტალია და ამერიკა. რაც ჩვენს ტოპ 5-ში ვერ ხდება და ალბათ დიდი დრო დაჭირდება რომ ვერ მოხვდეს. რა ხდება, რა გააკეთა სომხეთმა ასეთი საინტერესო იტალიის და ამერიკის ვფიქრობ რომ არ გაიარეს ავიამიმოსვლა რამ ესეთი ხო, ანუ ფრენები გაამარტივეს, ბიუჯეტური ფრენები უფრო მეტი არის, სუბსიდირება უფრო კარგად მიდის სახელმწიფოს მხრიდან და მაქსიმალურად ეხმარებიან მიმართულებას და ისინიც იაზრებენ, რომ ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ზოგადად ეკონომიკისთვის და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გაამარტივონ სხვადასხვა ტიპის რეგულაციები. ეხლა რაც მაგალითად საქართველოს ჩემი აზრით დიდი დოზით ჭირდება, შემოყვანილი ტურისტული კომპანიები განთავისუფლებულია დერეგის გადასახადიდან. არა მხოლოდ განთავისუფლებულია, მათ ასევე ჩათვლის უფლება აქვთ. რაც შეეხება სასტუმროებს, ეს ფუფუნება არ აქვს.
არა და სასტუმროებისთვის 4 ძირითადი ხარჯი გვაქვს. ეს არის სახელმწიფო გადასახადები, სახელმწიფო ფონდი, კომუნალური გადასახადები და product cost, რასაც ვეძახით. ამ 4 ძირითადი ხარჯიდან სახელმწიფო გადასახადები და სახელმწიფო ფონდი, ანუ კრიტიკულად იზრდება 2019 წლის შემდეგ. შესაბამისად, ეს დიდ ზეგავლენას ახდენს. თუ ამ მიმართულებით სახელმწიფო მოახერხებს, რომ თუნდაც რაიმე ფორმატი შეიმუშაონ, ან რაღაც შეღავათებზე წავიდეთ, ძალიან დაეხმარება ჰოსპიტალიტი ბიზნესს, განსაკუთრებით სასტუმრო მიმართულებას და განსაკუთრებით იმ სასტუმროებს, რომელიც საბანკო სესხზე არის. თუ მაგალითად, აი, ჩემი კოლეგა ბატონი შალვაც ხშირად საუბრობს, რომ დიახ, 2016, 17, 18, 19 წლებში ის რომ GOP 40% ცდებოდა სასტუმრო ბიზნესისთვის, ეს ჩვეულებრივ მოვლენა იყო. დღევანდელ რეალობაში ძალიან შორსა ვართ ამ რიცხვებისგან და დიდი ხნით ვერ შევძლებთ, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ. იგივე გალფენტაგარდის კვლევა რო ავიღოთ. მათ ჰქონდათ უახლოესი 4 წლიან ჭრილში რა უნდა მოხდეს, რომ თუნდაც სასტუმროებმა ის დატვირთულობა შეინარჩუნონ, რაც დღეს აქვს. უწერიათ ის, რომ 6.5% უნდა გქონდეს აუცილებლად წლიდან წლამდე ტურისტის შემოდინება, რომ დღევანდელი დატვირთულობა შევინარჩუნოთ. თუ ამას მოვახერხებთ კი, თუ გავზრდით, ნუ მით უმეტეს შევეცდებით. დღეს სადღაც ამ დიაპაზონში ვართ, მაგრამ მეორე და მთავარი არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია მხარჯველუნარიანობა, ხო, ტურისტების. ხო. ვინ ჩამოდის და რამდენს ხარჯავენ? მე როგორც კერძო ბიზნესის წარმომადგენელი, ესე უყურებ ამ საკითხს. ჩვენთვის მთავარია სწრაფად ვადაპტირდეთ არსებულ რეალობაზე, რომ ბიზნესმა სტაბილურობა განაგრძოს. იქიდან გამომდინარე 2023 წლის ნოემბრიდან აქტიურად გაიხსნა ჩინეთის და ინდოეთის ბაზრები. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ამ ბაზარებზე მაქსიმალურად მორგებულიყავით. ის რომ ახალი ბაზარი იხსნება ინდოეთისთვის, ეს ვერ იქნება, წლები დაჭირდება იმას, რომ მაღალხარჯულუნარიანი ტურისტი მივიღოთ ამ ქვეყნებიდან. მარტივი სტატისტიკა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მზად თუ რაღაც ცნობადობა ეტაპობრივად მოიმატებს, ეს ვერ მოიმატებს 1 თვეში და 6 თვეში იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც საქართველოს რაღაც დღეს გახდა ახალი დესტინაცია. ახალ დესტინაცია რო ხდება საქართველოს, რომელიც ესე რაღაცა პოპულარული ქვეყანა არ არის მათთვის ჯერ, პირველ რიგში იზიდავ იმით, რომ ბიუჯეტული ტურისტები წამოიყვანონ. მერე აგრძელებთ მედია კომუნიკაციით, მერე მათი word of mouth-იც მუშაობს და შესაბამისად მიდიხარ იმ მაღალხარჯულუნარიან ტურისტამდე. აქეთ ჩვენ ამდენად შეგვიძლია მაღალხარჯულუნარიანი ტურისტის შესაბამისი მომსახურება. ეგ არაერთხელ თქმულა ჩემი კოლეგებისგან, თქვენს დამეთანხმებით, რომ ბევრი კითხვის ნიშანს იწვევს ბევრი მიზეზის გამო. ინფრასტრუქტურიდან დაწყებული საკადრო პრობლემებით დამთავრებული. შესაბამისად, რამდენად მზად ვართ, ჯერ კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ დღეს. რას ისურვებდით? მოდი დავბრუნდეთ საქართველოში. დღეს გამოწვევები ცნობილია, გალტის კვლევამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აჩვენა ის, რაც არაერთი ჰოტელიერისგან, სასტუმროს მენეჯერისგან გვესმოდა, რომ დატვირთულობა არის დაბალი და ამის მიზეზი არის გიჭარბი მიწოდება და ისე ვერ იზრდება ტურისტების რაოდენობა, ან ტურისტების პროფილი ისეა შეცვლილი, რომ ისინი ირჩევენ ბინებს, სხვა განთავსების საშუალებებს და არა სასტუმროს. 23% არის მონაწილეობა სასტუმროში განთავსებული იმ ტურისტის, ვინც ჩამოდის, ისევე გალფენტაგარდის კვლევით, რაც 2019 წელს მაგალითად 34% იყო. რა იქნებოდა მე სამწუხაროდ ნაკლებად ხშირია ჩემი დაკვირვებით ყოველ შემთხვევაში ისეთი ღონისძიებები, სადაც მედიის წარმომადგენლებიც ვესწრებით კერძო სექტორის და სახელმწიფოს მონაწილეობით, ამიტომ ცადოთ აქედან გავაჟღეროთ რა არის კერძო სექტორი, სად ხედავს გამოსავალს. კი, ტურიზმის ადმინისტრაცია სახელმწიფო თითქოს ცდილობს ახალი ბაზრების მოძიებას, ევროპაშიც ცდილობენ, მაგრამ ალბათ ფონიც ახდენს გავლენას და საიდანაც შეგვიძლია ამ ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვას, მაგრამ კიდევ რისი გაკეთება შეუძლია თქვენი აზრით სახელმწიფოს კერძო სექტორისთვის, რომ სასტუმრო ბიზნესი, რომელიც ძალიან მიმზიდველი იყო საინვესტიციო, დარჩეს ისე და ხშირად არ გვესმოდეს ჰოტელიერებისგან თუ ინვესტორებისგან თავად, რომ იცით, მე დეველოპმენტშიც შევედი და მშენებლობის ბიზნესში, იმიტომ რომ სასტუმროს კრედიტი დავფარო. კი, გვაქვს ეგეთი მაგალითებიც უკვე, ვინც მაგ მიმართულებით წავიდნენ, რადგან სხვა გზა ვერ იპოვეს იმ კონკრეტულ მომენტში. რა არის საჭირო ამისთვის რაღაცა ერთი კონკრეტული აქსიომა არ არსებობს, ალბათ სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. ერთ-ერთი პირველი რაც მიმაჩნია ის, რაც უკვე აღნიშნე, რომ რაღაც საშეღავათოები არსებობდეს კერძო ბიზნესისთვის,
თუნდაც ისე სომხეთში არის რამე მსგავსი, აი რამე შეგვიძლია ვისწავლოთ, ისინი ჯერ ვერ გვეწევიან ჩვენ მაგრამ არ ჭირდებათ მათ ჯერ ამის აუცილებლობა მათ არ უდგათ ჯერ, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, არ აქვთ ბევრი შესაბამისი სასტუმრო, კარგი დატვირთულობა აქვს და სახელმწიფომ ხელით რო დაეხმაროთ, ხელით რითაც ეხმარება, ეს არის რომ ფრენების მიმართულებით, რაც შეიძლება მეტი ფრენა და რაც შეიძლება ბიუჯეტური და სუბსიდირების მიმართულებით წავიდეს, რაც ჩვენც ვაკეთებთ. ძალიან კარგია რომ ვაკეთებთ, უფრო მეტი სიხშირით უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ თუ ისე სომხეთს ვედრებით, მინიმუმ 3-ჯერ მეტი გვჭირდება, რასაც სომხეთი აკეთებს. ის კიდევ რაც არის, რაც ინდოეთიდან და ჩინეთი გავხსენით და ძალიან კარგია რომ გავხსენით, სხვა შემთხვევაში აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა გვექნებოდა, ამ ტურისტებს ქცევა აბსოლუტურად სხვანაირი აქვს. ეგრეთ წოდებული cross-selling-ებს, რასაც ვეძახით, ამ დამატებით დახარჯული თანხები, ამ ტურისტებს ნაკლებად აქვს. თუ უფრო მეტი გქონდა ევროპიდან ჩამოსულ ტურისტებს, რაც ძალიან კარგი იყო, ეგრეთ წოდებული ასევე დაუგეგმავი შემოსავლები, მათთვის წინასწარ განსაზღვრული. ასევე ქცევა არის სხვა, მაგალითად ინდოელი ტურისტის 99% მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი კვების ობიექტში იაროს. ან წინასწარ აქვს მოთხოვნა, რომ თავისი კვება ქონდეთ. ან ქართული ავთენტურობით ინტერესდებიან, ეგ ფუფუნება არ გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ნიშა ეგ არის, რომ ჩვენ უდიდესი ავთენტურობა გვაქვს და ამ მიმართულებითაც თუნდაც მედია გაშლები, ინფლუენსერები, რომელიც აქტიურად ჩამოყავდათ, ბოლო პერიოდის სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ ჩამოყავდათ, კიდევ უფრო ამ მიმართულებით ვისურვებდი, რომ ჩართულობა იყოს. შევაყვაროთ. კი, რასაც ვისურვებდი, არ ვიცი ხა უკვე რამდენად რეალობაში შეიძლება მოხდეს, როგორც ვიცი, დიდმა ბანკებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ აღარ დააფინანსონ სასესხო მიმართულებით, სასტუმრო მიმართულებით, ვისაც ჭირდება. ეს ხელოვნურად მაინც დაიჭერს როგორღაც, რომ კიდევ უფრო არ გაიზარდოს ჭარბი მიწოდება. მაგრამ იგივე გალფენტაგარტის კვლევით, დღევანდელი რეალობით გვაქვს 5700 ოთახფონდი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებით და 2028 წელს უკვე იქნება 6450 ნომრად. ანუ მაგ მიმართულებით ზრდა კვლავ გრძელდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ფასებს კიდევ ჩამოვწევთ. ჩვენ სასტუმრო, აი თბილისის სასტუმრო რა ვიყოთ, ახლა ასტორია და ფაინ ასტორია. ლოკალური ბრენდის სასტუმროებია, შესაბამისად, მას ეგრეთ წოდებული მაის ტურიზმზე ან საერთაშორისო კომპანიებთან პოზიციონირება უჭირს, იმიტომ რომ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები ჯობს მას ბევრ ნაწილში. მინიმუმ იმიტომ რომ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო. ადრე როდესაც არსებობდა JZ, UN Women, USAID და ასე შემდეგ, მაის ტურიზმის მიმართულებით კარგად მუშაობდით. მაის ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯვეუნარიანი და შემოსავლიანი, იმიტომ რომ თქვენთან მხოლოდ განთავსებას არ იღებს სასტუმროში. ასევე იღებს საკონფერენციო მომსახურებას, ასევე იღებს ყავის შესვენებას, საადილს, ვახშამს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო ეხმარება. ამ მიმართულებით შიდა გადაადგილებიც კი შემცირებულია. აი ლოკალური დიდი ეგრეთ წოდებული შეპესები რაც არის, ეგეც ნაკლებად. სახელმწიფო უწყებებით მე მახსოვს იყო პერიოდი, როდესაც სხვადასხვა სიპები, სამინისტროები, აქტიურად მოძრაობდნენ სივრცეებს მართავდნენ და ახლა ძალიან შემცირებულია ეს. მაგიტომაც არის რომ თბილისის და კახეთის რეგიონს რეგრესია აქვს, თუ მაგალითად იმერეთის რეგიონს და აჭარის რეგიონს ავიღებთ, ისე გალფენტაგარტის კვლევით 150%, 128% იქით მიმართულებით უფრო, მაგრამ თბილის და კახეთის მიმართულებას რეგრესია აქვს, იმიტომ რომ კახეთსაც დიდი დოზით ამუშავებდა ევროპელი ტურისტი, რომელსაც აქაური ავთენტურობა აინტერესებდა, ღვინო აინტერესებდა, მასტერკლასები აინტერესებდა და ასე შემდეგ და ასევე თბილისიდან დიდი კომპანიები, რომელიც team building-ებს აკეთებდნენ და ცდილობდნენ რომ თბილისთან ახლოს კარგ სივრცეში წაიყვანათ, ეგეც დიდი დოზით შემცირებული. იმიტომ რომ ქვეყანაში არის ასეთი რამდენად გითხარით გამოსავლები არის კრიზისის პირობებში ოპერირების და ყველა ბიზნესიც ალბათ უფრო კამრების შემოჭერის პოლიტიკით მოძრაობს, ვიდრე თქვათ იზრუნოს team building-ზე, სხვადასხვა გასვლებზე და ასე შემდეგ. რეალობასთან ადაპტირებას ვცდილობთ. ის რაც ვისაუბრეთ, რომ კიდევ რას აკეთებთ? ხა ეს ამ გამოწვევებს უპასუხოთ ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ ეფექტიანობა. აი, როგორ ხედავთ, როგორც სასტუმროს მენეჯერი, რომ ფაქტია ვართ ამ რეალობაში, ამ რაოდენობის ტურისტი ყავს, ამ ქვეყნებიდან ამდენს ხარჯავენ და მეორე მხრივ ხარჯი ეზრდება ბიზნესს. აი, სად არის კიდევ ფორა, რომ რაღაცნაირად მაქსიმალური მომგებიანობაზე გავიდეს? უახლოეს პერსპექტივაში სამწუხაროდ ვერ ვიტყვი რაიმე პოზიტიურს. რის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კი აუცილებლად გაიზრდება. ის რაც მარტივად შეგვიძლია მივმართოთ, არის ის, რომ მაგალითად ინდოეთიდან შემოსვლა კიდევ უფრო გავამარტივოთ. ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან შემოსვლა კიდევ უფრო გავამარტივოთ რეგულაციის მიმართულებით. კიდევ უფრო დავამატოთ ფრენები, ან რეალურად ჩვენი
ეგრეთ წოდებული რაოდენობაზე დავდოთ უნდა ისევ ფსონი ხარის ამ ეტაპზე რაოდენობა არის საზრუნი. ანუ მე ყოველთვის ვეუბნები სასტუმროს მფლობელებს, როდესაც ბიუჯეტირებას ვაკეთებ, რომ თქვენი სასტუმროს დატვირთულობა თუ 60% გადაცდება წლის ჭრილში, მე მოუბრუნდეთ საშუალო ფასს. იქამდე სანამდეაც დინამიკას არ შექმნის სასტუმრო, მანამდე არ უნდა მოუბრუნდეთ საშუალო ფასს და ამის აბსოლუტურად მარტივ მაგალითს გეტყვით. სასტუმრო ბიზნესში რაც უფრო დაბალი წილი არის ფიქსირებული ხარჯების მთავარ ხარჯში, მით უფრო კარგი არის. თქვენ როდესაც ოთახი დაგეჯავშნებათ, იმ ოთახისთვის დამატებითი ხარჯი რაც არის იმ ოთახის კომუნალურები, იმ ადამიანებისთვის საუზმე, იმ ოთახის თეთრეულის რეცხვა და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები. ანუ ჯამურად ეს სხვადასხვა სასტუმროში სხვადასხვა, მაგრამ ვთქვათ რომ 100 ლარის ირგვლივ ტრიალებს. შესაბამისად 100 ლარზე ზემოთ, რაფაშიდაც გავყიდით, აუცილებლად უნდა გავყიდოთ, რომ ფიქსირებული ხარჯის როლი ნელ-ნელა შევამციროთ. ეს რასაც ვაკვირდები, როგორც კი 50%-ს გადაცდება, 60% იდეალური არის, მაშინ შეგვიძლია უკვე მოუბრუნდეთ საფასო პოლიტიკას. ამ სტრატეგიას მხოლოდ მე არ ვაკეთებ, დარწმუნებული რომ ჩემი კოლეგა ბევრი აკეთებს. რამაც გამოიწვია ის, რომ ფასები ეტაპობრივად დავწიეთ, იმიტომ რომ მარტივი მათემატიკა არის აღმოაჩინო ეს რა როლს თამაშობს შენს ხარჯებში. თავის გადარჩენის რეჟიმში გვიწევთ უნდა ადაპტირდეს ბიზნესი. ნახევარში ხო უნდა ადაპტირდეს ბიზნესი. კიდევ ერთი თემა ინტერვიუს ბოლოსკენ, რადგან თქვენ უკვე სომხეთშიც ხართ, ხომ არ აპირებთ კიდევ რეგიონში გაფართოებას იგივე? სომხეთში ნაკლებად უფრო აზერბაიჯანიდან მქონდა რამოდენიმე შემოთავაზება, თავს ვიკავებდით. ახლა რადგან სომხეთის გამოცდილება დაგვიგროვდა, შესაბამისად უფრო თამამად შემიძლია გავაკეთო. ასევე რაც არის მეორედ ჩემთვის ერთ-ერთი ლაკმუსი არის ის, რომ ბევრი ქართული ტურისტული კომპანია ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აქტიურად გადავიდნენ კომბინირებულ ტურებზე. ხო, აქედან მიდიოდა ჩემი კითხვაც, რომ ეს და უფრო სწორედ კომბინირებული ტურები რამდენად არის შემოსავლის და რაღაც ამ კუთხით წყარო შესაძლებლობის ახალი და მეორე მხრივ კონკურენცია, აქამდე საქართველო იყო ერთგვარი მარგალიტი, ხო, ნუ თურქეთს თუ არ ჩავთვლით, სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით ტურიზმის, ახლა ორივე ქვეყანა ძალიან აქტიურობს ამ მიმართულებით. კონკურენცია ამ სამეზობლოსი კიდევ უფრო ხო არა ამწოვებს ჩვენ გამოწვევას თუ ამწოვებს თან გვაიძულებს რომ განვითარდეთ. ხო, შესაძლებლობას საფასო პოლიტიკის მიმართულებით დღეს ბაქოში თბილისთან შედარებით შეგიძლია რომ ბევრად უფრო დაბალ ფასში, იგივე ფასში უფრო კარგი სასტუმროს დაჯავშნა შეძლო, რაც ამ ეტაპზე სომხეთში არის, სომხეთში იდეა მეტი მაღალი არის. კომბინირებული ტური ისე იწყობა, რომ ძირითადად იწყება აზერბაიჯანიდან, ჩამოფრინდება აზერბაიჯანში, შემოდის საქართველოში, საქართველოში ჩერდება რამოდენიმე დღე, მერე მიდის სომხეთში და სომხეთიდან მიფრინავს. ამ კომბინირებული ტურები თავისთავად გამოიწვია, რომ ესე გადაიწყო. კომბინირებული ტურების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ შორეული ქვეყნებიდან გვყავს სტუმრები და შესაბამისად მას სურს, რომ არა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის იმოგზაუროს 15 საათი რეგიონი ნახოს. ჩვენ ვიყავით ფლაგმანები ამ მიმართულებით. საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო დესტინაცია. ფლაგმანი უფრო დიდი ხანი რჩებოდნენ. კი. კომბინირებული ტურების აუცილებლობაც ამან გამოიწვია, რომ ჩვენ ინდოეთი, ჩინეთი, ფილიპინებიდან გვყავს ბევრი სტუმარი, ვიეტნამიდან გვყავს ბევრი სტუმარი, ტაილანდიდან. შესაბამისად, მათთვის რო უფრო საინტერესო გამხდარიყო, ერთ-ერთი პირველი ქართული ტუროპერატორები იყვნენ, რომელმაც კომბინირებული ტურები დაიწყეს. მერე აყო ამას აზერბაიჯანი, სომხეთი ჯერ არ აყოლია დიდი დოზით, მაგრამ აზერბაიჯანი კარგად მოყვება მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ მათაც დაგროვილი აქვს შესაბამისი გამოცდილება, როგორ უნდა გააკეთონ თუნდაც კომბინირებული ტურები. ეს რეგიონალური განვითარება შეიძლება დაგვეხმაროს კიდევაც, მაგრამ რაღაცებში იქნება აუცილებლად გამომწვევი, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის ნაწილში. ჩვენ ამ ქვეყნებთან შედარებით ვფიქრობ, რომ ინფრასტრუქტურის ნაწილში კიდევ უფრო მეტი გვჭირდება, მეტად დახვეწა გვჭირდება და მეტად გამარტივება გვჭირდება ბევრი რამის. რას ინტერვიუს ბოლოსკენ რა არის ის მთავარი სამინაბიჯი, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმსჯელობას, მათ შორის სასტუმრო ბიზნესში, რომელიც დღეს ისეთი აღარ არის, როგორც 2019-მდე იყო, თან ხვდებით ხომ ამაზე, გაზრდიდა, დააბრუნებდა, ბანკებიც მეტად დააფინანსებდნენ, ბუნებრივია ყველა ბანკს უნდა რაც შეიძლება მეტი სესხი გასცეს, ხო, ახალ საინვესტიციო პროექტზე, მაგრამ უნდა ხედავდეს, რომ ეს სექტორი არის მომგებიანი. ნუ მარტივია, ნუ ფრენები აუცილებლად უნდა დაიმატოს, ის რომ ქვეყნების მიმართულებით კარგი გაშლა გვაქვს, შეიძლება რომ კიდევ უფრო კარგად გავშალოთ.
ის რომ ინდოეთს და ჩინეთს უკვე წელიწად ნახევარი და მეტი პერიოდი არის გასული, კარგად ჩანს იმ ტუროპერატორებისთვისაც, რომ ეს საინტერესო ქვეყანა არის და შესაბამისად მეტი ჩართულობა გვჭირდება ამ მიმართულებით, როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო მიმართულებით. ეს სატრანზიტო გზა, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლას, თუ საბოლოოდ მივა ბოლომდე, უფრო მარტივი იქნება ლოჯისტიკურადაც გადაადგილება, რაც დღეს მაინც გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით თუ ბათუმში მიდიხარ. რა შემიძლია გითხრათ? პირდაპირ ფრენებიც არ ქონია თბილისიდან. მე ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ვალერი ჩეხერიან, როდესაც. ხო, 7 საათი, ხო, ბევრი დრო ჭირდება იმას, რომ გადავადგეთეთ. კარგი, ევროინტეგრაციაზე ძალიან მოკლედ გითხავთ. ხშირად დავსვით ბოლო კვირებში ეს კითხვა. შეჩერებული ევროინტეგრაცია გასაგებია სამწუხაროდ, მაგრამ უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. არ ვიცით 31 აგვისტოს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპა თუ ჩვენ არ შეასრულებს ჩვენი ხელისუფლება იმ რეკომენდაციებს, რაც გვაქვს გაწერილი. რას ნიშნავს ეს ქართული ტურიზმისთვის ქართოსურეთში? ჩემო კოლეგებმა უკვე ისაუბრეს ამ საკითხზე, ჩვენც შიდასაუბრებში არაერთხელ გაგვიჟღერებია ის, რომ თავხდებით, რომ დღეს ტურიზმი თავის მხრივ რთულ გამოწვევებში არის, ამას დამატებული ის, რაც თქვენ გააჟღერეთ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ცუდ ზეგავლენას მოახდენს. ასევე თავხდებით იმაზე, რომ ევროპელი ტურისტი წელიწადში უფრო მეტ მოგზაურობას ახდენს, ვიდრე თუნდაც ის ბაზრები, რომელიც ჩვენ კარგად გვაქვს განვითარებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბიზნესზე მოახდენს გავლენას, რა თქმა უნდა, ბრენდული სასტუმროები იძულებული გახდება, რომ კიდევ უფრო ჩამოწიონ ფასები, რომელსაც ჩვენ ლოკალური ბრენდის სასტუმროები მაინც მეტრად ბრენდულ სასტუმროებს ვიღებთ და მოგვიწევს, რომ ასე ვადაპტირდეთ. რა თქმა უნდა, მოახდენს ეს გავლენას. და ალბათ ადაპტაციასაც თავისი დრო დაჭირდება. ხო, დროც და ალბათ არის რაღაცა ეტაპი, რომლის იქითაც ბიზნესი ან არის მომგებიანი, ან აღარ არის. ან აი იგივე ბოლო თვეებში არაერთს ჰოტელიერს უთქვამს, რომ მფლობელებმა გადაწყვეტეს პროფილის შეცვლა. ბევრი მაგალითი გვაქვს უკვე მაგის პატარა სასტუმროები, რომ გადაკეთდნენ საოფისე ფართებად, იმიტომ რომ ვეღარ გაუძლეს კონკურენციას. ბევრი მაგალითი. რა გვჭირდება განვითარებისთვის ქვეყანას? ჩემი ტრადიციული კითხვაც უნდა დაგისვათ. თუნდაც იმისთვის, რომ ტურისტულად უფრო მიმზიდველი იყოს ქვეყანა და შესაბამისად სასტუმროების ბიზნესიც უფრო საინტერესო და მენეჯმენტ კომპანიებს მეტი დაკვეთა გქონდეთ და მეტი კვალიფიციური კადრი, ანუ კრიტიკულად პრობლემა არის. ასევე როგორც უკვე აღნიშნეთ, ამ პრესტიჟულობის მიმართულებით მუშაობა, ანუ სასტუმრო სფეროში მუშაობა, საშუალო რგოლის და დაბალი რგოლის თანამდებობებზე დამეთანხმებით, რომ პრესტიჟულად არ ითვლება. როგორც მაგალითად კარიერულად შეიძლება იფიქრო, რომ ბანკში დავიწყებ მუშაობას დაბალ ხელფასზე, მაგრამ კარიერულად განვითარების პერსპექტივა მაქვს. აქ სასტუმრო ბიზნესში ძირითადი ლაკმუსი არის მაინც სახელფასო ფონდი. სახელფასო ფონდსაც ვერ თავაზობთ ისეც, როგორც მაგალითად დღეს საშუალო ფასი არის, შესაბამისად ამ მიმართულებით დიდი გეფი გვაქვს. ამის ამოსავსებლად აუცილებელია, რომ გავზარდოთ ადამიანები როგორც პროფესიონალი კადრები. შეიძლება არსებობდეს უამრავი გადამზადების კურსი, რომელსაც თქვათ სახელმწიფო დააფინანსებს და ეს ადამიანები აიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს, რომ გაიარეს შესაბამის კურსები. ის რომ ლოჯისტიკურად გჭირდება უფრო მოქნილობა, ანუ შესაბამისად ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გასამართლებელი და ასე შემდეგ. წერტილი რას დავსვათ ამ ქვეყანაში? რა დავასრულოთ? ბუნდოვნება ალბათ ყველაზე დიდი წერტილი, როდესაც ბიზნეს არ შეუძლია გრძელვადი ამ პერსპექტივაში გააკეთოს და გეგმარება, ეს ყველაზე რთული გამოწვევა. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. ბუნდოვანება ტურიზმშიც. მე ამ ეტაპზე ტურიზმს გულისხმობ, იქიდან გამომდინარე, რომ პირობითად დღეს რომ ვაწყობთ რომელიღაც ქვეყნებზე სხვადასხვა ტიპის სტრატეგიას, უცებ შეიძლება ხვალ რაღაც შეზღუდვები დაეწესოს იმ ქვეყანას და შესაბამისად თანხები, რომელიც დაიხარჯა მარკეტინგულად პოზიციონირებისთვის, ასევე დრო, რომელიც დაიხარჯა იმ ქვეყანაზე სწორად პოზიციონირებისთვის, ეგ გრძელვადიანი გეგმები მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი აქეთ მერე შესაბამისად გადაეწყოს. ისე რამდენად ინფორმირებული ხართ და რამდენად დროულად ინფორმირებული, რას აკეთებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, იგივე ტურიზმის ადმინისტრაცია, მაგალითად წლის დასაწყისიდან, საიდან აპირებს ტურისტების მოზიდვას, რომ მერე რაღაცა თქვენც დაამატოთ და იმ ბაზრებზე იმუშაოთ. არის კარგი ხარისხის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაავრცელოს ინფორმაცია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც
ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ გადაეწყოს ყველა ახალ რეალობას. და სწორიც არის ალბათ, როდესაც გამოწვევაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ბევრი ადამიანი მუშაობს, რომელსაც ვფიქრობ, რომ თავის საქმის პროფესიონალები არიან და შესაბამისად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გაშალ. ამ ინფორმაციულ წდომას კიდევ უფრო თუ გავზრდით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაგვეხმარება და მარტო გალფენ-ტაგარტის კვლევაზე არ ვიქნებით. ხო, თუმცა ამ კვლევამ ბევრი საინტერესო მიგნება გვაჩვენა. მსგავსი ტიპის შეხვედრები, პოლემიკები, გააზრებები და ასე შემდეგ მნიშვნელოვანი არის სეგმენტისთვის. იყო რამოდენიმეჯერ ცდილობა, თუმცა ხო. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი საინტერესო ინტერვიუსთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია კაჯგუფის დამფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.